Hey, მოგსალმებით, მეგობრებო, ყველას მოვუბრალოთ. ჯეოთოდოთი ამჩფეზე დღეს მე გადავიღებ e-football-ს ვითამაშებ, e-clasico-ს ვითამაშებ, my language-ში, ანუ ჩემ ლიგაში, ამ შემთხვევაში ლა ლიგაში, რადგან Real Madrid-ი ვარ, მე Real Madrid-ის ფანი ვარ და ავიღე Real Madrid-ს, შესაბამისად Real Madrid თამაშობს ლა ლიგაში. ლა ლიგაში ეს არის მეოთხე მატჩი, პირველი სამი მატჩი ადრე მქონდა და თამაშების შესაბამისად ვიდეოს არ ვიღებდი. ეხლა კი ვითამაშებ მეოთხე მატჩს. იმ სამ მატჩში მაქვს სამივე გამარჯვება. ვნახოთ მეოთხეში რას ვიზამთ. თამაშობ top player-ზე და ჩვენი მეტოქი არის ბარსელონა და ზუსტად კარგი ვიდეო გამოვა, იმიტომ რომ ვითამაშებთ El Clasico-ს. ეს არის ჩვენი გუნდის ფორმები თუ როგორ არის ჩვენ ფეხბურთელები ფორმაში. ზოგი არ არის, მაგრამ მოდი ეხლა არ შევცვლი. ჯერჯერობით ყველაფერს მეორე ტაიმში გავაკეთებ. ეს არის ჩვენი შემადგენლობა. ეს კი ჩემი შემადგენლობა არის, მაგრამ როგორც ისეთ my language-ში შეგვიძლია ვიღაცების ყიდვა და მხოლოდ მყავს ნაყიდი სტივენ ჯერარდი, ეს არ მყავს. ასე რომ ნახოთ როგორი თამაში წავა ესაც ბარსას შემადგენლობა, ნუ ხედავთ როგორიცაა. არის top player-ზე თამაში, როგორი ფეხბურთელებიც არ უნდა ყავდეს მეტოქეს, მაინც ძალიან დაძაბული მატჩი იქნება, რადგან თუ ლეგენდზია top player-ზე და ასე შემდეგ. ხო, არის El Clasico. ბურთი ნახოთ ვისი იქნება. ბურთი კი ბატონო ბარსასია. ზიანი ამინდია, სადაც თამაშობთ სტადიონზე და იწყო თამაში. ბარსელონა არის ბურთით. და ახლა ჩვენ პირველში უნდა ვითამაშოთ ძალიან კარგი დაცვა. აი ესეთ როგორცაც კანავარ თამაშობს, მაგრამ აი ესეთ პასი არ უნდა გავაკეთოთ, როგორც მან გააკეთა. Eden Hazard. ხო, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ იქნება ორი ჩემი მეგობრის არხი, რომელზეც აუცილებლად გადადით და გამოიწერეთ, გარდა ამისა და ალაიქეთ ეს ვიდეო, გარდა ამისა კიდევ გამოიწერეთ ჩემი არხით და კიდევ ჩვენ როგორც იცით ვიღებთ სერიალს, ჩვენ რა მე და მეხმარებიან ჩემი მეგობრები. ჭირდება ხალხი, ნუ ჯერჯერობით არა, მაგრამ კიდევ ხო დამჭირდება ვიდეოს გადაღება აქ. შეიძლება თამაშგარე იყო, მაგრამ ძალიან კარგი დარტყმა მოხერხდა და მეკარემა ძალიან კარგად იმუშავა და კარგი სეივი გააკეთა. ნუ ხო, სერიალში ამ სერიალში ჯერჯერობით არ გვჭირდება, ჯერჯერობით, მაგრამ ზოგადად არ გვჭირდება, ასე რომ რამდენიმე ადამიანს ავიყვანთ. Discord-ის ლინკი აღწერაში იქნება, ძალიან კარგი იქნება თუ შემოხვალთ. იქ გაგესაუბრებით და შეძლებისაგვარად გიყვანთ. მოდი ახლა კი შევუდგეთ თამაში. თამაში არის მე-15 წუთი, კი ბატონო. ბურთი ბარსელონას აქვს, შეჯერობით ისეთი ვერაფერი ვერ შემოგთავაზეს. ჩვენ ბურთს ესე მარტივად ვათამაშებიებთ. არ ვეთამაშებით შეჯერობით უხეს და დაცვას. ასე რომ ამაშება ხიფათი შეგვიქმნა საკუთარ კარტთან აქ დარტყმა, ხარიხა კარგი გამოტანა თქვა ვერ ტყვი, მაგრამ ჩვენი ბურთი ახლა სწრაფ შეტევაზე უნდა წავიდეთ. იმედი მაქვს რაღაც გამოგვივა. მოდი წავიდეთ ტაშინეფ კუბოთი. აქ აი ესე ვქნათ ძალიან კარგი თამაში Eden Hazard-ი, როდრით გავისროლოთ, ძალიან კარგი დარტყმა აქვს. გავისროლეთ, დავარტყით სამწუხაროდ 10-და, მაგრამ არაუშავს. კარგი დარტყმა მაინც გამოვიდა. ჯერად მარტინი ბარსა ისევ შეტევაში. ბურთით და შეტევაში კი ბატონო ტორესმა ძალიან კარგად მოატყუა ფრანც ბეკენბაუერი, მაგრამ თავის შესაძლოა გამოასწორა ჩაჭესვაში. შემდეგ აგარზუსტი პასი და გადაგვარჩინა ახლა აქ ვიტორ ბაიამ, ნუ ბარსას ლეგენდამ ძალიან კარგი მეკარია ის. მე პირადად ძალიან მომწონს, ძალიან მაგარ თამაშს თამაშობს და ეხლაც გვიხსნა ჩვენ გოლის გაშვებისგან, ხო? ასევე აღნიშნავ ბარსას თამაშეს, როგორც დეიაის ვეთამაშებთ. ხო, ბარსას 3-დან 3 მოგება აქვს, ასევე როგორც ჩვენ, მაგრამ ჩვენ პირველ ადგილზე ვართ, ისინი მეორეზეგან, ჩვენ უფრო ბევრი გოლი გვაქვს მოგებული, აქ ჩვენი შეტევა დაგვასწრეს ბურთზე, მცველებმა გამოიტანეს და იქნება ჩვენი კუთხური. ხო, ისინი არიან მეორე ადგილზე, ჩვენ პირველ ადგილზე, რადგან ბევრი გოლი გვაქვს მოგებული თამაშები და ბევრი გოლები გვაქვს გატანილი, ვიდრე ბარსას. ნახოთ ამ მატჩში ამ გოლს გავიტანთ. ნუ რა თქმა უნდა გაგვიჭირდება, მაგრამ ნახოთ მაინც. კანავაროთი ეს პასი არ გაგვდის, მაგრამ გავიდა ეს რიკოშეტი. რა პასი ისკო, ნახოთ რა სიზანს. ვერაფერი ვერ ხდება, მაგრამ ჩვენია ბურთი. ეს პასი ნუ ასე შორსატო გავაკეთი, არ ვიცი. Eden Hazard-ი ვერ მოახერხა დარტყმა, იმიტომ რომ ბურთი მასთან ვერ მივიდა. პედრი კუბარსი, მარტინი, კარგად თამაშობთ აქ კუბოთი, ნახოთ კუბოთი რას ვთავს, ვერაფერს ვერ ვიზამთ. პედრი, ფერან ტორესი.
დანი ოლმო აქ ახლა ბარესით არ ვნავიდეთ ტორესზე თორემ ძალიან საფათო ას გააკეთებდა უეჭველი ასე რომ შემდეგ უკვე ძალიან რთულ საქმეში ვიქნებოდით რომ ეს გოლი არ გაგვეშვა ძალიან კარგი გათამაშება ისკო მოდი ჯერ ისკოთი პასი არ გავაკეთოთ შევიდეთ შიგნით აი ეხლა გავაკეთოთ ჯერარდი თავარტყა და გავიტანოთ დამატებული 1 წუთზე 57 წუთზე სტივენ ჯერარდით გავიტანეთ პირველი გოლი 1-0 დავწინაურდით როგორც მადრიდის რეალი ბარსელონა მარცხდება და მარცხდება დამაჯერებლად თქვა ვერ ვიტყვი რადგან ძალიან კარგ დაცვას გვეთამაშებოდნენ ძალიან კარგად ათამაშებდნენ ბურთს ძალიან კარგად გვიტევდნენ მაგრამ ნუ მაინც გავიტანეთ ჩვენი და გავიტანეთ პირველ ტაიმში გოლი მოდი ახლა გავაკეთოთ ცვლილებები რა თქმა უნდა ვინც ფორმაშია ისინი შემოვიყვანოთ ნუ პირველ რიგში შემოვიყვან ხუჩა კვარაცხალიას მეორე რიგში შემოვიყვან ალბათ ლამინ იამალს კი ბატონო კუბოს მაგირად შემოვიყვანოთ ლამინ იამალი ხო აქ კვარას უნდა შეუცვალოთ ის თუ გამოგვივიდა LMF-ზე უნდა დავაყენოთ კი არა და მარჯვენა შემტევზე ეგ არის მოდი მაშინ ლამინ იამალი ცოტა ზემოთ ავიყვანოთ აი ესე ძალიან კარგი ეხლა კიდევ შემოვიყვანოთ სტოიჩკოვიც ძალიან ცუდ ფორმაშია კარგი მოდი როდრი გავიყვანოთ და რიბერი შემოვიყვანოთ თუ ამის შესაძლებლობა და თუ ვათამაშებთ ვერ ვათამაშებთ ასე რომ სხვას უნდა შემოვიყვანოთ პედრი ხო შეგვიძლია კი ბატონო შემოვიყვანოთ პედრი შემოვიყვანოთ რობერტ ლევანდოვსკი თუნდაც ხო ძალიან მაგარი შემტევი შემოვიყვანოთ შეგვიძლია თვართობი მასიმო ოდოსიც აქ თუ არა შეგვიძლია ძალიან დიდი ბოდიში ნუ ეს მართალია დაცვა მაგრამ მეგონა ნახევარდაცვაშიც თამაშობდა მაშინ შემოვიყვანოთ რა თქმა უნდა ცუდ ფორმაშია მაგრამ არაუშავს კევინ დე ბრუინი შეუცვალოთ ახლა მას თავის პოზიცია და ეგ არის აი ესე დავიწყოთ მეორე ტაიმი ბარსა რეალი 1-0 ბურთი მადრიდი იგებს 1-0-ს გავათამაშოთ აი ეს ჩოლებივად ბურთი და ჯერჯერობით მცველებს დავაჭერიოთ ბურთი რადგან რაღაც შეტევა შევქმნათ პირველივე წუთებზე მეორე ტაიმისა ხო ახლა ძალიან რისკავდა შეიძლება აგვართონ ბურთი მაგრამ ძალიან კარგი დაცვა უნდა ვითამაშოთ თუ აგვართვეს ხუჩა კვარაცხელია ნახოთ კვარათი რას ვიზამ ძალიან კარგი პასი გააკეთა კვარამ პედრი ძალიან კარგად შევედით პედრი და არტყა გაიტანა კვარას ასისტი ხო 2-0 52 წუთზე მეორე ტაიმში ძალიან კარგად დავიწყეთ თამაში და ანგარიშიც გავხსენეთ ძალიან მალევე კვარას აი ასეთმა ლამაზმა მოძრაობამ და პასმა დაასრულა ყველაფერი პედრის გოლით შესნი აქ უშანსოდ იყო თქვა ვერ ვიტყვი მაგრამ ნუ დაბალდონის მეკარია და ნუ ივხედავთ რაც ქნა ვერც ვერაფერი კარგი პაუ კუბარსი პედრი კევინ დე ბრუინი ჩავჭერით აქ ბურთი ისევ ხუჩა კვარაცხელია ნახოთ ეს პასი თუ გავაოხრა კაი პასი მაგრამ ძალიან ცოტა და აქ და ბასტენს მე თუ მკითხავთ რომ ეს ბურთი ჩაიგდო ხელთ და სახიფათო დარტყვაც შემოეთავაზებინ აქ მეთქი წამოვიდა შეტევაზე ძალიან სახიფათო შეტევა ეს რობერტ ლევანდოვსკი მოდი აქ პატკატი გავაკეთოთ და სამწუხაროდ 11 მეტრიანი დაიდება ახლა ჩვენ კართ ვერ მოვახერხეთ ნუ ბარესი დაიჭება ყუთელი ბარათით ვერ მოვახერხეთ აქ კარგი პატკატის გაკეთება ბურთზე გვინდოდა რა თქმა უნდა მაგრამ აი აქ ძალიან კარგად ითამაშა რობერტ ლევანდოვსკმა აი ამ მოძრაობით ბურთი ოდესას აქეთ გადმოიტანა მე უკვე მოძრაობა დაწყებული მქონდა და ანუ დავაგვიანე ხო მოდი ახლა საერთოდ გადავხვდეთ იმაზე ვიფიქროთ და ეს ბურთი ამბოს თუ ავიღებთ მოდი გადავხვდეთ აქეთ რობერტ ლევანდოვსკი გამორბენი დარტყმა 9-იანში 10-დან 10 ამ პენალტს მე თუ მკითხავთ 2-1 დააბრუნდა თამაში რობერტ ლევანდოვსკის პენალტით გატანილი გოლით ბარსელონა ეხლა აქ შეტევების წარმატება რა თქმა უნდა გვინდა შევქმნათ შეტევები მაგრამ ისე უნდა შევქმნათ რომ კონჩეტევა არ უნდა მივიღოთ რობერტ ლევანდოვსკი აპარნახოთ რობერტ ლევანდოვსკის გოლი თუ უპასუხებთ რობერტ ლევანდოვსკი შესანიშნავი მოძრაობა გააქრო მცველი გააქრო კუბარსი გააქრო მეკარეც და დაარტყა გაიტანა 3-1 ზრდის ანგარიშს რობერტ ლევანდოვსკი აქ ლამინ იამალის პირველი პასიც უნდა აღვნიშნოთ აქ ასევე ეს ავტოგოლად თან თქო არ ჩაითვლებოდა იმიტომ მეკარისგან გავიდა მაგრამ ფეხავშვა გაუძუნა მეკარეს რობერტ ლევანდოვსკის გოლით უპასუხეთ ასევე ჩვენც
ბარსელონას კუნდე არის ბურთით, ეხლა ბარსელონას იგებში დანი ოლმოზე პასი გავიდა, ძალიან კარგი მოძრაობები გააკეთა დანი ოლმო, მარკუს რაშფორდი, კანავაროთი აქ ძალიან კარგი პატკად იყო და დავიბრუნეთ ბურთი. ვიქტორ ბაია, კევინ დე ბრუინი. ეს კევინ დე ბრუინის თამაში არ ვარგოდა სამწუხაროდ. პედრიო ძალიან კარგად თამაშობენ ეხლა აქ ბარსას ფეხბურთელები. დარტყმად შემოგთავაზეს და ვიქტორ ბაია ადგილზეა ძალიან კარგი სევი შემოგთავაზა მან აი ამ მომენტში. სანა პაუზა შეგახსენებთ არ დაგავწყოთ ვიდეოს დალაიქება და ახლა გამოწერა ოქტომბრის ბოლომდე მოდი ავიდეთ 40 გამომწერზე ხუჩა კვარაცხელია ედენ ჰაზარდი. აქ ძალიან კარგი გათამაშება შეიძლება მოხდეს ხუჩა კვარაცხელა არა. არ გავა ეს პასი ბასტენი რომ წინ გაქცეულიყო აქ კვარა ძალიან მაგარ პასს გავუკეთებდა წესით გავაკეთებდით კვარათი ძალიან მაგარ პასს მაგრამ საზღვრად არ გაიქცა არა უშავს ფაბიო კანავარო აქ ძალიან მაგრად თამაშობს ხვიჩა კვარაცხელია ძალიან კარგად მოტეხა იქ ეხლა აქ კუნდე შემდეგ გარაუხოზე წავიდა ნახოთ კვარა რას ეზავს მოდი ასე მქონდა ეს ყველაფერი ძალიან მაგრად იმუშავა შემდეგ პასი ბასტენი მარკო ვან ბასტენი 4-1-78 წუთზე უკვე ბარსა ნადგურდება ჩვენი აი ესეთი ძალიან მაგარი თამაშით მოდი ამ გოლისგან მეორება აღარ გვინდა სამწუხაროდ იმიტომ რომ მოდი მორჩეს ბარემ ამ ხელს ძალიან კარგი ხედია და მინდოდა გაგრძელება გოლი არც ისე კარგი იყო უბრალოდ ძალიან კარგი პასი ძალიან კარგი პოზიციაში მდგომი მარკო ვან ბასტენი და ძალიან კარგი გოლით შემოგთავაზა უბრალო გოლი მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ისე მარკო ვან ბასტენი ნახოთ ას გაკეთეს ეს რა თქმა უნდა ჯარიმა იქნება თქვა მაგრამ არანაირი ჯარიმა როგორც ჩანს ბასტენი ედენ ჰაზარდი ლამინი ამალი არ გადის ეს პასი ლამინი ამალსო დაემთავრებია ალბათ ეგეც შეიძლებოდა ეგეც ძალიან კარგი იქნებოდა შესნი ხო მეკარეს უბრუნებენ ეხლა აქ ბურთს შეჯობი წინსვლა არ მიდის ბარსელონასგან ჯერან მარტინი აქ ედენ ჰაზარდით ვერ მოვასწარეთ პატკატი ფერან ტორესი ფრანც ბეკენბაუერი თავიდეთ ძალიან მაგრა ედენ ჰაზარდი ეს პასი თუ გავა არა ძალიან ცოტა დაგვაკლდა მეორე ტაიმში დაემატა თამაში 6 წუთი პაუკუ ბარსი და ბარსა არის ბურთით. ნახოთ რა შემოთავაზეს ბოლო წუთებში ბარსელონა. ლამინი ამალი ძალიან კარგი შესვლა, მაგრამ არც არაფერი არ გამოვიდა ამ პასიდან. ახლა ნახოთ მეორე ლამინი ამალის შეტევა როგორ იქნება. რობერტ ლევანდოვსკი ეს პასი არ გავა, შესნი ბურთს გადააგდებს და დამთავრდება ელ კლასიკო 4-1 ლა ლიგაში გავიმარჯვეთ ძალიან ჩვეულებრივად თუმცა მართალია პირველ ტაიმში გვიჭირდა პასები შეტევა დაცვა მაგრამ პირველ ტაიმში ერთი გატანილი გოლით გახვსენით ანგარიშ და შემდეგ უკვე ძალიან კარგი თამაში შემოგთავაზეთ მეორე ტაიმში ეს არის სტატისტიკა ნუ ალბათ ყველაში ვერ დავჯობნე მეტოქე მაგრამ რაღაცეებში დავჯობნე და თქმა უნდა ძალიან კარგი თამაში დავდე მოდი ახლა გავიდეთ აქედან და ნახოთ ჯგუფში გასაგებია უკვე რომელ ადგილზეც ვართ მაგრამ მაინც კი ბატონო 4-1 დავამარცხეთ აქ ბარსელონამ და აი ჯგუფში უკვე ბარსელონა ამ მარცხით გადავიდა მეხუთე ადგილზე და მეორეზე ამოვიდა მადრიდ როუსი ეს აქ ქვი ეგრეთ რომ ისე მადრიდის ატლეტიკოა მადრიდის ატლეტიკო გადმოვიდა 4-დან 4 მოგებით აი აქ მეორე ადგილზე შემდეგი თამაში გვაქვს აი ამ გუნდთან ნახოთ ეს რომელი გუნდია ვალენსიას აგვაქვს მეხუთე თამაში რომელსაც ძალიან მალე შემოგთავაზებთ მოდი ახლა ნახოთ ვის რომელი ხო მარკო ვან ბასტენს აქვს 5 გოლი გადაანდა რომელიც ბევრ გოლებში ბომბარდირებში ასე ვთქვათ პირველ ადგილზე მეორეში უკვე არის სტოიჩკოვი 4 გოლით მოდი ახლა მე დაგემშვიდობებით არ დაგავწოთ ვიდეოს დალაიქება არხის გამოწერა იმ ორი მეგობრის YouTube არხის ასევე გამოწერდა ვიდეოების დალაიქება რომელიც აღწერაში იქნება და Discord-ში შემოსვლა სერიალისთვის ხალხის აყვანისთვის ოღონდ სხვა სერიალისთვის არა ამისთვის რომელსაც ეხლა ვიღებ აბაჰო შემდეგ ვიდეოამდე ნახვამდის